Als თავისუფლება თუ არა ბრძოლა. ბრძოლა თავისუფლებისთვის იყო თავისუფალი. და რა გვაძლიერებს ყველაზე მეტად ამ ბრძოლაში თუ არა ძალა. ის ძალა ერთობაში რომ არის და საუკუნეების ქართეხილიდან დღემდე ხელი-ხელ ჩაკიდებული რომ მოგვიტანია. ძალა ჯაჭვიცაა, რომელიც თითორგოლად იკვრება და ჯამში იმ მექანიზმს ჰყავს, რომელსაც ცვლილებების მოტანა და შენარჩუნება შეუძლია. ერთიანობის ჯაჭვი დღეს ამ ქვეყნის ძალა და უფლებაა. იყო თავისუფალი და იბრძოლო თავისუფლებისთვის. დღეს ეს თავისუფლების ჯაჭვი მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიჭიმა. ერთობის ჯაჭვი დღეს დღის 3 საათზე ერთდროულად თბილისსა და ათობით სხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყო. ხიდები ამ თავისუფლების ჯაჭვის მთავარი გამაერთიანებელი გახდა. ხიდებმა შეკრა და გაერთიანა თავისუფლებისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანი, რიგში გვერდიგვერდ ხელებს ჩაკიდებული, ნიშნად იმისა, რომ დღეს რაც გვაერთიანებს უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც ჩვენი დაყოფა შეუძლია. ყველა ის გავლილი თითოეული შეკრება მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა, რომელზეც ძალიან დიდი ხანი ილაპარაკებენ. მგონია, რომ ეხა არაფრისთვის სხვა რამისთვის დრო არ არის რა. ეხა იწერება საქართველოს ისტორია. მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე. მტკვრის ორივე მხარეს ხალხი ერთობის ჯაჭვით გზებს და ხიდებს აერთიანებდა. ჯამში ეს ერთობა 6,5 კილომეტრზე გადაიჭიმა. თავისუფლებისთვის შეკრულ ჯაჭვში თითორგოლი იყო დღეს ყველა, ვინც განსხვავებულობის მიუხედავად ხელი გვერდით მდგომს გაუწვდინა და ერთიანობისთვის ეს ხელი გვერდით მდგომსვე ჩასჭიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში დედაქალაქის შვიდხიდზე და მათ გამაერთიანებელ გზებზე ადამიანები ფეხმოუცვლელად იდგნენ. ბრძოლა თავისუფლებისთვის დღეს მთავარ გამაერთიანებელ ძალად იქცა. იციან ყველაფერი თვითონ. უნდა გაუწიონ ანგარიში ადამიანებს თავის მოსახლეობას და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან, უნდა მიიღონ და აუცილებლად მიიღებენ. არ არსებობს ძალის ხმევა აი ამდენი ადამიანის აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. ჩვენ ყველა ვასრულოთ ჩვენ მოქალაქეობრივ ვალს და ეს არის პირველ რიგში ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი თითეული მოქალაქისკენ და აი ამის შემოუერთდი მე თვითონ პირადად. უნდა მივიდეს ეს ხალხის ხმა ყველა პოლიტიკურ ძალასთან. რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საბოლოოდ და საქართველოს ევროპული გზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და გამტკიცებული. ერთობის ჯაჭვში დღეს იდგნენ ასაკის, პროფესიის, პოლიტიკური შეხედულების, სტატუსის, გემოვნებისა თუ რელიგიის მიუხედავად. ჯაჭვი აერთიანებდა ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს, პრეზიდენტს, ექიმს, დიასახლის, პოლიტიკოსა თუ მსახიობს. მოთხოვნები, რომლის ირგვლივად ჯაჭვი შეიკრა ხომ, ყველასთვის ერთია. ამ ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი და ყველა, ვინც ამ მომავალს ეწინააღმდეგება, თავისუფლების ჯაჭვის მიღმა დარჩება. ცოცხალი ჯაჭვი ეს არის ჩვენი ერთიანობის ჯაჭვი. აქ სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ვდგავართ ერთად, ერთი იდეის გარშემო. ეს არის ჩვენი თავისუფალი დამოუკიდებელი ევროპული საქართველოს იდეა და ჩვენ მზადა ვართ, თუნდაც გუშინ ვინც ხმა მისცა ქართულ ოცნებას და დღეს ფიქრობს, რომ ის ნამდვილად დაინახა მისი რეალური სახე, რომ ნამდვილად არ არის ევროპული და არის ბრუტალური სახეც, ნახა მისი ბრუტალური სახეც. მზადა ვართ ჩავიბათ ესეთი ადამიანები და მივიღოთ. დედაქალაქიდან დაწყებული ერთობის ჯაჭვი გადაიჭიმა რეგიონებზეც, რადგან ეს ერთობა შეუძლებელი იქნებოდა თითოეული ქალაქისა თუ პატარა სოფლის ჩართულობის გარეშე. ბრძოლა მთავარი მონაპოვრისთვის ჯაჭვად კრავს ამ ქვეყანას შავი ზღვის სანაპიროდან კახეთის იმ სოფლამდე, სადაც თავისუფლებას ასე ნაცნობი დაწურული გემო აქვს. დღეს ერთობის ჯაჭვში იდგა თელავი, იდგა ქუთაისი და იდგა ზუგდიდი. ეს მარში არის ჩემი ქვეყნის თავისუფლების დასაცავი მარში. ჩემი ქვეყნის სამართლიანობის გზაზე შედგომის მარში. ეს არის ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის არაადამიანური მოპყრობა, რაც ხელისუფლებამ გამოიჩინა დემონსტრანტების მიმართ და გაყალბებული არჩევნების დასაბრუნებელი აქცია, მარში. დღეს ჩვენ გავაკეთეთ უწყვეტი ჯაჭვი, ეს არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ არ დავიღლებით, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდება. ერთობის ჯაჭვში იდგნენ დღეს აჭარლები და გურულები. წვიმის მიუხედავად ასობით ადამიანი ზღვის სანაპირო ზოლში თავისუფლების მოძრაობას მიუყვებოდა.
თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ხელი-ხელ ჩაკიდებული ილია ჭავჭავაძის გამზირზე დადგნენ გურულებიც. ქართველების ერთად დგომა არის ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და ჩვენ მიუხედავად ესეთი რთული ამინდისა შევიკრიბეთ, გამოვედით ბათუმელები და გვინდა მივაწვდინოთ მთელ ევროპას. გურულების ჯაჭვე და ჯაჭვი ხომ არ გამორჩებოდა, მაგას მიუხედავად ამინდობისა მოვიდა ხალხი და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვიბრძოლებთ ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისათვის. ვინ დაგვიდგება ამ საქმეში წინ? საქმეს მივუყოთ ბოლომდე. ის რაც გვაერთიანებს ერთია ქვეყნის შიგნით და ერთია ქვეყნის გარეთ. იქ სადაც ორ ქართველს მაინც შეეძლო ერთმანეთისთვის ხელი გაეწვდინა, დღეს ერთობის ჯაჭვი შედგა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს ჯაჭვი საქართველოს გულიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ავსტრალიიდან დაიწყო და ნელ-ნელა ევროპისა თუ ამერიკის ქალაქებში გადაიჭიმა. თავისუფლების ჯაჭვში იდგნენ გერმანიაში, იდგნენ იტალიაში, იდგნენ ვაშინგტონში. ჯაჭვში იდგნენ მყინვარწვერზეც, იქ სადაც თავისუფლებას სულ სხვა სიმაღლე და სულ სხვა ძალა აქვს. მოკლედ, ჯაჭვში იდგნენ ყველგან. თავისუფლებისთვის იყო თავისუფალი. ის რაც გვაერთიანებს ხომ, უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც ჩვენი დაყოფა შეუძლია. და რაც მთავარია, ყველაფერი ხომ ჯერ კიდევ წინაა.